Sakshi რო შედიხარ აი სისწრაფე ავადმყოფთან მირბენა ტატამზე რაღაც მოხდა რინგზე უნდა ხვდებოდე და ამიტომ მე მაგას ვაკეთებ როგორც კი შევატყობ რომ ვიღაცა ახალგაზრდები უკვე ჯობნიან და აი ეს мотиваციაც ისეთია რაღაცა ვერთობი ესა მე ვეცდები რომ გავერიდო იმიტომ რომ არ უნდა შეუშალო თაობის ხელი იმისა რომ დაიმკვიდრო შენი ადგილი ამას მართლა გულწრფელად გეუბნებით, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაც მე არავის არ ყოფილოს, კამზე ჩამოკიდებ და არაფერი. კაბინეტიც აი ხო მედიცინის ცენტრზე გუშინ მქონდა შეხვედრა მინისტრთან და ბედნიერი ვარ, რომ ბოლო-ბოლო გადაწყდა, რომ აშენდება სპორტის სამინისტრო, აშენდება მაგარი სტადიონი, აშენდება ფედერაცია და სპორტის აკადემია და უნივერსიტეტი და აი მედიცინის ცენტრი და აი დავწყნარდი, ნამდვილად ეხა მომეშვა რომ აი ხუ იქნება. იმიტომ რომ რასაც უყურებ და ჩვენ რო უგებთ ამ ბრძოლაში იაპონეს, ამერიკეს, ეხა ჯიუდო მოვიგეთ, ხო? ჩინეთს მოვიგე, რომელსაც ერთ უბანში ყავს იმდენი ჯიუდოისტი და 3 მილიონი ნახევარი ვართო. ნუ კაი და 3 მილიონი ნახევარი მარტო ერთ წონაში ყავს ზალოსანი. და რატო იღებენ ამდენ ოქროსო და ამიტომ იგივე იტალიას როგორ ემზადებიან, ხო ვიცი და იაპონიას მოვიგეთ პირველად და ყველა სოფელში აქვს მედიცინის ცენტრი კი არა, დარბაზები, სადაც შეკრებაზე რო ჩავდიოდით გაუცებული ვიყავ ბიჭო, რატო აშენებენ მე? იმიტომ აშენებენ, რომ ეს არის მითი იდეოლოგია და ცხოვრების წესი. მორჩა. ამიტომ ეხლა ერთიც რო იქნება, მე არ აყვას ეხლა იმდენი სპორტის ისა, ელიტარული სპორტი, მაგრამ ვეცდებით მაქსიმალურად, რომ ყველა ტექნოლოგია, დიაგნოსტიკის, რეაბილიტაციო ის რაც აი მე ვაღიარებ რომ არა მაქვს და ვიტყვი რომ არა მაქვს, იმიტომ რომ არიან კლინიკები ყველაფერი აქვს, მაგრამ მე ვიცი რომ არა აქვს ეხლა, მაგრამ რეკლამაა, მაგრამ ფაქტია რომ შენ უნდა გქონდეს ყველაფერი გადაწყვეტილი, ფეხის დამთავრებული, იმისათვის რომ არავინ არ იცის ვის რა დაემართება ტრავმა და შეიძლება არასპორტული იყოს და რაღაც საყოფა ცხოვრება კიბეებზე დაგორდა და იმ დროს თვითმფრინავში მოვიდეს რაღაც. ამიტომ ყველაფერს ძათ უნდა იყოს. რომ ადამიანი რომ შენთან შემოვა არ ჭირდებოდეს სულ მაქვს ხომ ეს რაღაც ისეთი განწყობა რატომ იფრინავენ უცხოეთში მით ან იქ თუ არ ვიცით ის ექიმები აქ ჩამოყო თუ აპარატურა როგორ ვიყიდოთ მაშინ